1990-იან წლებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო არქივში მუშაკები რიგით აწესრიგებდნენ დოკუმენტებს, ერთ-ერთმა მათგანმა იპოვა ყუთი, რომელსაც არანაირი ნიშანი არ ედო. შიგნით იყო ხელნაწერი წერილი, რომელიც მერაბ კოსტავამ დაწერა თავის თანამებრძოლებისთვის 1991 წლის დასაწყისში. წერილში იყო დეტალური გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მოეხდინათ აფხაზეთთან დიალოგის დამყარება, როგორ უნდა აეშენებინათ ხიდები ეთნიკურ ჯგუფებს შორის და რატომ იყო ომი უდიდესი კატასტროფა, რაც მაშინდელ საქართველოს შეეძლო დაემართა. მაგრამ ეს წერილი არასდროს არ მიუვიდა იმათ, ვისთვისაც იყო განკუთვნილი. ვინ შეაჩერა ეს დოკუმენტი გზაზე? რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ საქართველოს ლიდერები, თუ ეს სიტყვები მაშინვე წაიკითხათ? და რატომ დაიკარგა ხმა იმ ადამიანისა, რომელიც ხედავდა მომავალს უფრო ნათლად, ვიდრე ყველა სხვა? მერაბ კოსტავა არ იყო მხოლოდ დისიდენტი ან პოლიტიკური აქტივისტი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უნიკალური უნარი, ხედვა. როდესაც სხვები ხედავდნენ მხოლოდ ეროვნულ ამბიციებს და პოლიტიკურ ბრძოლას, კოსტავა ხედავდა უფრო ღრმა სურათს, ხალხების მომავალს, რომელიც დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ შეძლებდნენ ისინი დიალოგის წარმოებას კონფლიქტების ნაცვლად. მან იცოდა, რომ აფხაზეთის საკითხი არ იყო მხოლოდ ტერიტორიული დავა. ეს იყო საკითხი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ერთად ხალხები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ისტორია, განსხვავებული მეხსიერება, მაგრამ საერთო მომავალი. მისი აზრით, მშვიდობა არ იყო მხოლოდ ომის არარსებობა, ეს იყო აქტიური პროცესი, რომელიც მოითხოვდა მუდმივ მუშაობას, გაგებას და პატივისცემას. იმ დროს 1994 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი იწყებდა შიდა ტრანსფორმაციას, კოსტავას იყო განსაკუთრებული როლი საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში. მას ესმოდა, რომ ახალი თავისუფლება მოიტანდა არა მხოლოდ შესაძლებლობებს, არამედ საფრთხეებსაც. ის გამუდმებით საუბრობდა თავის თანამებრძოლებთან იმაზე, რომ დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაფუძნებული სამართლიანობაზე და ყველა ერისუფლებების დაცვაზე. მაგრამ რამდენმა მოისმინა მისი სიტყვები? რამდენმა გაიგო, რომ კოსტავა არ საუბრობდა სისუსტეზე, არამედ ჭეშმარიტ ძალაზე, რომელიც მოდის ჰუმანურობიდან და გაგებიდან. კოსტავას ოჯახში პატივს სცემდნენ განათლებას და ჰუმანურ ფასეულობებს. მისი მშობლები, რომლებიც ცხოვრობდნენ თბილისში, ცდილობდნენ შვილებს ასწავლეთ არა მხოლოდ ციგნიერება, არამედ კრიტიკული აზროვნებაც. სახლში ხშირად მიმდინარეობდა დისკუსიები ლიტერატურაზე, ისტორიაზე და ეთიკაზე. მერაბი თავიდანვე გამოირჩეოდა თავისი ინტელექტით და ცნობის მოყვარეობით. ის კითხულობდა ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებოდა, ქართულ კლასიკოსებს, რუსულ ავტორებს და ევროპულ ფილოსოფოსებს. თუმცა მაშინაც კი ბავშვურ ასაკში ის აყალიბებდა იმ პრინციპებს, რომლებიც გაუძღვებოდა მთელ ცხოვრებაში. სკოლაში მერაბი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, მაგრამ არა იმ ტიპის, რომელიც უბრალოდ იზეპირებდა გაკვეთილებს. ის ყოველთვის ეძებდა უფრო ღრმა გააზრებას, ეკითხებოდა მასწავლებლებს კითხვებს, რომლებიც ხშირად აწუხებდა მათ. საბჭოთა სისტემაში, სადაც მოსალოდნელი იყო დისციპლინა და კონფორმიზმი, კოსტავას სტილი იყო განსხვავებული. ის არ ეწინააღმდეგებოდა ავტორიტეტებს ღია ბუნტის გზით, მაგრამ მისი კითხვები და მსჯელობა აჩვენებდა დამოუკიდებელ აზროვნებას. მასწავლებლები იცნობდნენ, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო, თუმცა ზოგიერთი მათგანი აფრთხილებდა მას, რომ ასეთმა დამოუკიდებლობამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას. უნივერსიტეტში შესვლის შემდეგ მერაბმა აირჩია ფილოლოგია. მას აინტერესებდა ენები, ლიტერატურა და კულტურათშორისი კომუნიკაცია. სწორედ აქ სტუდენტურ წლებში ჩამოყალიბდა მისი მსოფლმხედველობა. ის კითხულობდა საბჭოთა ცენზურის მიღმა არსებულ ავტორებს. დისკუტირებდა კურსელებთან თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ. მერაბს ჰქონდა უნიკალური უნარი, ის შეეძლო მოესმინა განსხვავებული აზრები, გაიანალიზებინა ისინი და ეპოვნა საერთო საფუძველი. ამ დროს კი იყო საბჭოთა კავშირი, სადაც განსხვავებული აზრი ხშირად აღიქმებოდა როგორც საფრთხე. როგორ შეძლო ამ ახალგაზრდამ იმ სისტემაში, რომელიც ითხოვდა უპირობო მორჩილებას, შეენარჩუნებინა თავისი შინაგანი თავისუფლება? 1970-იან წლებში, როდესაც მერაბი დაასრულებდა უნივერსიტეტს, საქართველოში იწყებოდა ეროვნული თვითშეგნების ახალი ტალღა. საბჭოთა სისტემა, რომელიც ოფიციალურად აცხადებდა ხალხთა მეგობრობას, რეალურად ახორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. ქართული ენის და კულტურის პოზიციები სუსტდებოდა, ახალგაზრდები კარგავდნენ კავშირს ეროვნულ ფესვებთან. სწორედ ამ პერიოდში მერაბ კოსტავამ გადაწყვიტა, რომ მისი ცხოვრება უნდა დაეთმო საქართველოს თავისუფლების ბრძოლას. ეს არ იყო იმპულსური გადაწყვეტილება, ეს იყო გააზრებული არჩევანი, რომელიც ეფუძნებოდა ღრმა რწმენას სამართლიანობისა და ადამიანის ღირსების შესახებ.
პირველი ჯგუფები, რომლებშიც მერაბი ჩაერთო, მუშაობდნენ საიდუმლოდ. ისინი აგროვებდნენ და ავრცელებდნენ ცენზურირებულ ლიტერატურას, აწყობდნენ დისკუსიებს ეროვნულ საკითხებზე, ცდილობდნენ გაეღვივებინათ საზოგადოებრივი ცნობიერება. კგბ კვალავდა ასეთ ჯგუფებს და მონაწილეობა მათში ნიშნავდა სერიოზულ რისკს. მერაბი კი არ ეშინოდა. მისთვის პრინციპები იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პირადი უსაფრთხოება. ის საუბრობდა ადამიანებთან, ხსნიდა მათ იმ იდეებს, რომლებიც საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა ჩაახშოს. მერაბის სიტყვები იყო მკაფიო და დამაჯერებელი, ის არ იყენებდა დემაგოგიას ან ცარიელ ლოზუნგებს, არამედ საუბრობდა ლოგიკაზე, ისტორიულ ფაქტებზე და ჰუმანურ ფასეულობებზე. 1978 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება საქართველოში. აპრილის დემონსტრაციები თბილისში აჩვენეს, თუ როგორ პასუხობდა საბჭოთა სისტემა მშვიდობიან პროტესტზე. მერაბ კოსტავა იყო იმ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მოითხოვდა ქართული ენის სტატუსის დაცვას. ის ორგანიზებას უწევდა შეხვედრებს, წერდა პეტიციებს, საუბრობდა მასებთან. მერაბის მიდგომა გამოირჩეოდა, ის არ მოუწოდებდა ძალადობას, არამედ მშვიდობიან წინააღმდეგობას. მისი შეხედულებით ჭეშმარიტი ძალა მოდიოდა არა ფიზიკური აგრესიიდან, არამედ მორალური უპირატესობიდან. თუმცა ეს პოზიცია ყოველთვის არ იყო მისაღები რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურდათ უფრო მკაცრი ქმედებები. ამ მოვლენების შემდეგ კოსტავა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დისიდენტი საქართველოში. მას დააპატიმრეს და გადაიყვანეს დაკითხვაზე. კგბ-ს თანამშრომლები ცდილობდნენ მისი გარღვევას, ეძებდნენ სისუსტეს. ცდილობდნენ შეეშინებინათ ან დაერწმუნებინათ თანამშრომლობისთვის. მაგრამ მერაბი რჩებოდა უდრეკი. ის უარყოფდა კომპრომისებს, რომლებიც მოითხოვდა მის პრინციპების დათმობას. მისი მოსაზრება იყო მარტივი, როდესაც იცავს სიმართლეს, არ გჭირდება მოლაპარაკება ტყუილთან. ეს პოზიცია დაუჯდა დიდი ფასი, წლები პატიმრობაში, განშორება ოჯახთან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა. რამდენ ადამიანს შეუძლია გაუძლოს ასეთ წნეხს მათი იდეალების გამო? რამდენი მათგანი არ დაეთმობოდა თავის პრინციპებს პირადი უსაფრთხოების სანაცვლოდ? 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი იძლეოდა და რესპუბლიკები მზადებულობდნენ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში უმრავლესობა საუბრობდა ერთიან საქართველოზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და ეროვნულ ამბიციებზე. მერაბ კოსტავას კი ჰქონდა განსხვავებული ხედვა. ის ხედავდა, რომ აფხაზეთის საკითხი იყო უაღრესად დელიკატური და რომ ის მოითხოვდა არა ძალის ენას, არამედ დიალოგსა და გაგებას. მერაბმა დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან, ცდილობდა გაეგო აფხაზების საზრუნავი, მათი შიში და მოლოდინები. ის არ ცდილობდა დაეფარა პრობლემები ან უგულებელეხო კონფლიქტები, პირიქით, ის გვირგვინად მიიჩნევდა ამ საკითხების გახსნას და ჭეშმარიტი გადაწყვეტილებების ძიებას. კოსტავას გააზრებით, აფხაზეთში არსებული დაძაბულობა იყო არა ბუნებრივი მტრობა ხალხებს შორის, არამედ საბჭოთა მმართველობის პოლიტიკის შედეგი. სტალინის პერიოდში, როდესაც ხელოვნურად იქნებოდა ეთნიკური საზღვრები და დაპირისპირება რესპუბლიკებს შორის, დაითესა ბევრი კონფლიქტის თესლი. აფხაზეთში მოსახლეობის შემადგენლობა შეიცვალა, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები იღებდნენ ცენტრიდან, ადგილობრივი ხალხების აზრის გათვალისწინების გარეშე. მერაბ კოსტავა მიაჩნდა, რომ ახლა, თავისუფლების დროს საქართველოსთვის კრიტიკული იყო არ გაემეორებინა იგივე შეცდომები. ის საუბრობდა იმაზე, რომ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა ნიშნავს არა მხოლოდ განთავისუფლებას საბჭოთა კავშირისგან, არამედ ახალი, სამართლიანი ურთიერთობების აგებას ყველა ერთთან, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ის წერდა წერილებს, სადაც დეტალურად აწერდა თავის ხედვას აფხაზეთის მომავლის შესახებ. მერაბი მიიჩნევდა, რომ აფხაზებს უნდა მიეცათ რეალური ავტონომია, რომელიც დაიცავდა მათ კულტურულ თვითმყოფადობას, ენას და უფლებებს. ეს არ ნიშნავდა საქართველოს დაშლას, პირიქით, ეს იყო გზამყარი, ფედერალური სახელმწიფოს ასაშენებლად, სადაც ყველა ერი იგრძნობდა პატივისცემას და უსაფრთხოებას. კოსტავას აზრით, ძალით შენარჩუნებული ერთიანობა იყო ილუზია, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაშლილიყო. ჭეშმარიტი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდა ნებაყოფლობით არჩევანს, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესებს. ის მსჯელობდა, რა აზრი აქვს ტერიტორიას, თუ მასზე მცხოვრები ხალხები ერთმანეთს მტრებად მიიჩნევენ. რა სახის მომავალს აშენებთ? თუ თავიდანვე უგულებელყოფთ უმცირესობების ხმას? კოსტავას იდეები იყო წინსწრებული იმ დროისთვის. ბევრი მის თანამებრძოლთაგან არ იზიარებდა ამ ხედვას, ზოგი მათგანი თვლიდა, რომ ის ზედმეტად რბილი იყო, ზოგი კი ეშინოდა, რომ ასეთი პოზიცია გამოიწვევდა საქართველოს დასუსტებას.
მაგრამ მერაბი რჩებოდა თავის პოზიციაზე. ის აფრთხილებდა, თუ არ მოვისმენთ აფხაზების ხმას ახლა, როდესაც ჯერ კიდევ არის დიალოგის შესაძლებლობა, მოგვიწევს მოგვიანებით, როდესაც ღურაში უკვე გადაიხვეწება სისხლი. მისი სიტყვები ჟღერდა როგორც გაფრთხილება, როგორც პროფეტება. მაგრამ ვინ უსმენდა პროფეტს, როდესაც ყველა იყო შეპყრობილი ეროვნული ეიფორიით და დამოუკიდებლობის მოლოდინით, 1990-იან წლებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო არქივში მუშაკები რიგით აწესრიგებდნენ დოკუმენტებს. ერთ-ერთმა მათგანმა იპოვა ხუთი, რომელსაც არანაირი ნიშანი არ ედო. შიგნით იყო ხელნაწერი წერილი, რომელიც მერაბ კოსტავამ დაწერა თავის თანამებრძოლებისთვის 1991 წლის დასაწყისში. წერილში იყო დეტალური გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მოეხდინათ აფხაზეთთან დიალოგის დამყარება, როგორ უნდა აეშენებინათ ხიდები ეთნიკურ ჯგუფებს შორის და რატომ იყო ომი უდიდესი კატასტროფა, რაც მაშინდელ საქართველოს შეეძლო დაემართა. მაგრამ ეს წერილი არასდროს არ მიუვიდა იმათ, ვისთვისაც იყო განკუთვნილი. ვინ შეაჩერა ეს დოკუმენტი გზაზე? რა გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ საქართველოს ლიდერები, თუ ეს სიტყვები მაშინვე წაიკითხათ? და რატომ დაიკარგა ხმა იმ ადამიანისა, რომელიც ხედავდა მომავალს უფრო ნათლად, ვიდრე ყველა სხვა? მერაბ კოსტავა არ იყო მხოლოდ დისიდენტი ან პოლიტიკური აქტივისტი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უნიკალური უნარი, ხედვა. როდესაც სხვები ხედავდნენ მხოლოდ ეროვნულ ამბიციებს და პოლიტიკურ ბრძოლას, კოსტავა ხედავდა უფრო ღრმა სურათს, ხალხების მომავალს, რომელიც დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ შეძლებდნენ ისინი დიალოგის წარმოებას კონფლიქტების ნაცვლად. მან იცოდა, რომ აფხაზეთის საკითხი არ იყო მხოლოდ ტერიტორიული დავა. ეს იყო საკითხი იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ ერთად ხალხები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ისტორია, განსხვავებული მეხსიერება, მაგრამ საერთო მომავალი. მისი აზრით, მშვიდობა არ იყო მხოლოდ ომის არარსებობა, ეს იყო აქტიური პროცესი, რომელიც მოითხოვდა მუდმივ მუშაობას, გაგებას და პატივისცემას. იმ დროს 1994 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი იწყებდა შიდა ტრანსფორმაციას, კოსტავას იყო განსაკუთრებული როლი საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში. მას ესმოდა, რომ ახალი თავისუფლება მოიტანდა არა მხოლოდ შესაძლებლობებს, არამედ საფრთხეებსაც. ის გამუდმებით საუბრობდა თავის თანამებრძოლებთან იმაზე, რომ დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაფუძნებული სამართლიანობაზე და ყველა ერისუფლებების დაცვაზე. მაგრამ რამდენმა მოისმინა მისი სიტყვები? რამდენმა გაიგო, რომ კოსტავა არ საუბრობდა სისუსტეზე? არამედ ჭეშმარიტ ძალაზე, რომელიც მოდის ჰუმანურობიდან და გაგებიდან. კოსტავას ოჯახში პატივს სცემდნენ განათლებას და ჰუმანურ ფასეულობებს. მისი მშობლები, რომლებიც ცხოვრობდნენ თბილისში, ცდილობდნენ შვილებს ასწავლეთ არა მხოლოდ ციგნიერება, არამედ კრიტიკული აზროვნებაც. სახლში ხშირად მიმდინარეობდა დისკუსიები ლიტერატურაზე, ისტორიაზე და ეთიკაზე. მერაბი თავიდანვე გამოირჩეოდა თავისი ინტელექტით და ცნობის მოყვარეობით. ის კითხულობდა ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებოდა, ქართულ კლასიკოსებს, რუსულ ავტორებს და ევროპულ ფილოსოფოსებს. თუმცა მაშინაც კი ბავშვურ ასაკში ის აყალიბებდა იმ პრინციპებს, რომლებიც გაუძღვებოდა მთელ ცხოვრებაში. სკოლაში მერაბი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, მაგრამ არა იმ ტიპის, რომელიც უბრალოდ იზეპირებდა გაკვეთილებს. ის ყოველთვის ეძებდა უფრო ღრმა გააზრებას, ეკითხებოდა მასწავლებლებს კითხვებს, რომლებიც ხშირად აწუხებდა მათ. საბჭოთა სისტემაში, სადაც მოსალოდნელი იყო დისციპლინა და კონფორმიზმი, კოსტავას სტილი იყო განსხვავებული. ის არ ეწინააღმდეგებოდა ავტორიტეტებს ღია ბუნტის გზით, მაგრამ მისი კითხვები და მსჯელობა აჩვენებდა დამოუკიდებელ აზროვნებას. მასწავლებლები იცნობდნენ, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო, თუმცა ზოგიერთი მათგანი აფრთხილებდა მას, რომ ასეთმა დამოუკიდებლობამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას. უნივერსიტეტში შესვლის შემდეგ მერაბმა აირჩია ფილოლოგია. მას აინტერესებდა ენები, ლიტერატურა და კულტურათშორისი კომუნიკაცია. სწორედ აქ სტუდენტურ წლებში ჩამოყალიბდა მისი მსოფლმხედველობა. ის კითხულობდა საბჭოთა ცენზურის მიღმა არსებულ ავტორებს, დისკუტირებდა კურსელებთან თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ. მერაბს ჰქონდა უნიკალური უნარი, ის შეეძლო მოესმინა განსხვავებული აზრები, გაიანალიზებინა ისინი და ეპოვნა საერთო საფუძველი. ამ დროს კი იყო საბჭოთა კავშირი, სადაც განსხვავებული აზრი ხშირად აღიქმებოდა როგორც საფრთხე. როგორ შეძლო ამ ახალგაზრდამ იმ სისტემაში, რომელიც ითხოვდა უპირობო მორჩილებას, შეენარჩუნებინა თავისი შინაგანი თავისუფლება. 1970-იან წლებში, როდესაც მერაბი დაასრულებდა უნივერსიტეტს, საქართველოში იწყებოდა ეროვნული თვითშეგნების ახალი ტალღა.
საბჭოთა სისტემა, რომელიც ოფიციალურად აცხადებდა ხალხთა მეგობრობას, რეალურად ახორციელებდა რუსიფიკაციის პოლიტიკას. ქართული ენის და კულტურის პოზიციები სუსტდებოდა, ახალგაზრდები კარგავდნენ კავშირს ეროვნულ ფესვებთან. სწორედ ამ პერიოდში მერაბ კოსტავამ გადაწყვიტა, რომ მისი ცხოვრება უნდა დაეთმო საქართველოს თავისუფლების ბრძოლას. ეს არ იყო იმპულსური გადაწყვეტილება, ეს იყო გააზრებული არჩევანი, რომელიც ეფუძნებოდა ღრმა რწმენას სამართლიანობისა და ადამიანის ღირსების შესახებ. პირველი ჯგუფები, რომლებშიც მერაბი ჩაერთო, მუშაობდნენ საიდუმლოდ. ისინი აგროვებდნენ და ავრცელებდნენ ცენზურირებულ ლიტერატურას, აწყობდნენ დისკუსიებს ეროვნულ საკითხებზე, ცდილობდნენ გაეღვივებინათ საზოგადოებრივი ცნობიერება. კგბ კვალავდა ასეთ ჯგუფებს და მონაწილეობა მათში ნიშნავდა სერიოზულ რისკს. მერაბი კი არ ეშინოდა. მისთვის პრინციპები იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პირადი უსაფრთხოება. ის საუბრობდა ადამიანებთან, ხსნიდა მათ იმ იდეებს, რომლებიც საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა ჩაახშოს. მერაბის სიტყვები იყო მკაფიო და დამაჯერებელი, ის არ იყენებდა დემაგოგიას ან ცარიელ ლოზუნგებს, არამედ საუბრობდა ლოგიკაზე, ისტორიულ ფაქტებზე და ჰუმანურ ფასეულობებზე. 1978 წელს მოხდა მოვლენა, რომელმაც შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება საქართველოში. აპრილის დემონსტრაციები თბილისში აჩვენეს, თუ როგორ პასუხობდა საბჭოთა სისტემა მშვიდობიან პროტესტზე. მერაბ კოსტავა იყო იმ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მოითხოვდა ქართული ენის სტატუსის დაცვას. ის ორგანიზებას უწევდა შეხვედრებს, წერდა პეტიციებს, საუბრობდა მასებთან. მერაბის მიდგომა გამოირჩეოდა, ის არ მოუწოდებდა ძალადობას, არამედ მშვიდობიან წინააღმდეგობას. მისი შეხედულებით ჭეშმარიტი ძალა მოდიოდა არა ფიზიკური აგრესიიდან, არამედ მორალური უპირატესობიდან. თუმცა ეს პოზიცია ყოველთვის არ იყო მისაღები რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურდათ უფრო მკაცრი ქმედებები. ამ მოვლენების შემდეგ კოსტავა გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დისიდენტი საქართველოში. მას დააპატიმრეს და გადაიყვანეს დაკითხვაზე. კგბ-ს თანამშრომლები ცდილობდნენ მისი გარღვევას, ეძებდნენ სისუსტეს, ცდილობდნენ შეეშინებინათ ან დაერწმუნებინათ თანამშრომლობისთვის. მაგრამ მერაბი რჩებოდა უდრეკი. ის უარყოფდა კომპრომისებს, რომლებიც მოითხოვდა მის პრინციპების დათმობას. მისი მოსაზრება იყო მარტივი, როდესაც იცავს სიმართლეს. არ გჭირდება მოლაპარაკება ტყუილთან. ეს პოზიცია დაუჯდა დიდი ფასი, წლები პატიმრობაში, განშორება ოჯახთან, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა. რამდენ ადამიანს შეუძლია გაუძლოს ასეთ წნეხს მათი იდეალების გამო? რამდენი მათგანი არ დაეთმობოდა თავის პრინციპებს პირადი უსაფრთხოების სანაცვლოდ? 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი იძლეოდა და რესპუბლიკები მზადებულობდნენ დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში უმრავლესობა საუბრობდა ერთიან საქართველოზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და ეროვნულ ამბიციებზე. მერაბ კოსტავას კი ჰქონდა განსხვავებული ხედვა. ის ხედავდა, რომ აფხაზეთის საკითხი იყო უაღრესად დელიკატური და რომ ის მოითხოვდა არა ძალის ენას, არამედ დიალოგსა და გაგებას. მერაბმა დაიწყო შეხვედრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან, ცდილობდა გაეგო აფხაზების საზრუნავი, მათი შიში და მოლოდინები. ის არ ცდილობდა დაეფარა პრობლემები ან უგულებელეხო კონფლიქტები, პირიქით. ის გვირგვინად მიიჩნევდა ამ საკითხების გახსნას და ჭეშმარიტი გადაწყვეტილებების ძიებას. კოსტავას გააზრებით, აფხაზეთში არსებული დაძაბულობა იყო არა ბუნებრივი მტრობა ხალხებს შორის, არამედ საბჭოთა მმართველობის პოლიტიკის შედეგი. სტალინის პერიოდში, როდესაც ხელოვნურად იქმნებოდა ეთნიკური საზღვრები და დაპირისპირება რესპუბლიკებს შორის, დაითესა ბევრი კონფლიქტის თესლი. აფხაზეთში მოსახლეობის შემადგენლობა შეიცვალა, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები იღებდნენ ცენტრიდან, ადგილობრივი ხალხების აზრის გათვალისწინების გარეშე. მერაბ კოსტავა მიაჩნდა, რომ ახლა, თავისუფლების დროს საქართველოსთვის კრიტიკული იყო არ გაემეორებინა იგივე შეცდომები. ის საუბრობდა იმაზე, რომ ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა ნიშნავს არა მხოლოდ განთავისუფლებას საბჭოთა კავშირისგან, არამედ ახალი, სამართლიანი ურთიერთობების აგებას ყველა ერთთან, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ის წერდა წერილებს, სადაც დეტალურად აწერდა თავის ხედვას აფხაზეთის მომავლის შესახებ. მერაბი მიიჩნევდა, რომ აფხაზებს უნდა მიეცათ რეალური ავტონომია, რომელიც დაიცავდა მათ კულტურულ თვითმყოფადობას, ენას და უფლებებს. ეს არ ნიშნავდა საქართველოს დაშლას, პირიქით, ეს იყო გზამყარი, ფედერალური სახელმწიფოს ასაშენებლად, სადაც ყველა ერი იგრძნობდა პატივისცემას და უსაფრთხოებას. კოსტავას აზრით, ძალით შენარჩუნებული ერთიანობა იყო ილუზია, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაშლილიყო.
ჭეშმარიტი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდა ნებაყოფლობით არჩევანს, ურთიერთპატივისცემას და საერთო ინტერესებს. ის მსჯელობდა, რა აზრი აქვს ტერიტორიას, თუ მასზე მცხოვრები ხალხები ერთმანეთს მტრებად მიიჩნევენ. რა სახის მომავალს აშენებთ, თუ თავიდანვე უგულებელყოფთ უმცირესობების ხმას? კოსტავას იდეები იყო წინსწრებული იმ დროისთვის. ბევრი მის თანამებრძოლთაგან არ იზიარებდა ამ ხედვას, ზოგი მათგანი თვლიდა, რომ ის ზედმეტად რბილი იყო, ზოგი კი ეშინოდა. რომ ასეთი პოზიცია გამოიწვევდა საქართველოს დასუსტებას. მაგრამ მერაბი რჩებოდა თავის პოზიციაზე. ის აფრთხილებდა, თუ არ მოვისმენთ აფხაზების ხმას ახლა, როდესაც ჯერ კიდევ არის დიალოგის შესაძლებლობა, მოგვიწევს მოგვიანებით, როდესაც ღურაში უკვე გადაიხვეწება სისხლი. მისი სიტყვები ჟღერდა როგორც გაფრთხილება, როგორც პროფეტება. მაგრამ ვინ უსმენდა პროფეტს, როდესაც ყველა იყო შეპყრობილი ეროვნული ეიფორიით და დამოუკიდებლობის მოლოდინით? 1991 წლის გაზაფხულზე, როდესაც თბილისის ქუჩებში ყოველდღე გროვდებოდნენ ათასობით ადამიანი დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მერაბ კოსტავა ატარებდა შეხვედრებს, რომლებზეც თითქმის არავინ იცოდა. ის ხვდებოდა აფხაზ ინტელექტუალებს, კულტურის მოღვაწეებს, მასწავლებლებს, ადამიანებს, რომლებიც ასევე ეშინოდათ მომავლისა და ეძებდნენ გზას მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ. ეს შეხვედრები ტარდებოდა პირად ბინებში, პატარა კაფეებში, ზოგჯერ უბრალოდ პარკებში. სადაც ორი ადამიანი შეეძლო ესაუბრა ღიად, შიშის გარეშე. მერაბი უსმენდა მათ ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობდნენ თავს აფხაზები საქართველოში, რა იყო მათი შიში, რა იყო მათი იმედი. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე აფხაზი ისტორიკოსი უამბობდა მერაბს, თუ როგორ ცვლიდა აფხაზეთის დემოგრაფია ბოლო 50 წლის განმავლობაში. ის საუბრობდა იმაზე, რომ აფხაზები, რომლებიც ოდესღაც იყვნენ უმრავლესობა საკუთარ მიწაზე, ახლა გრძნობდნენ თავს უმცირესობად. ეს არ იყო მხოლოდ რიცხვების საკითხი, ეს იყო საკითხი იდენტობისა და კულტურული გადარჩენის შესახებ. მერაბი უსმენდა ყურადღებით, არ ეცადა გაემართლებინა ან უარეყო ეს შეგრძნებები. ის იცოდა, რომ ჭეშმარიტი დიალოგი იწყება მაშინ, როდესაც აღიარებ მეორე მხარის ტკივილს და შიშს. ის ეკითხებოდა კითხვებს, ცდილობდა გაეგო, რა გადაწყვეტილებები შეიძლებოდა დაეხმარა აფხაზებს, რომ იგრძნონ უსაფრთხოდ და პატივსაცემად საკუთარ სახლში. მერაბმა ასევე ხვდებოდა ქართველ ინტელექტუალებს, რომლებიც ცხოვრობდნენ აფხაზეთში. ისინი უამბობდნენ სხვა ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ქართველები, რომლებიც თაობებია ცხოვრობდნენ იქ, რომლებსაც ჰქონდათ ბიზნესი, სახლები, ოჯახები. ისინი ასევე ეშინოდათ, რომ ეთნიკური დაძაბულობა გადაიზრდებოდა კონფლიქტში, რომ მათი შვილები იზრდებოდნენ მტრობის ატმოსფეროში. კოსტავა ესაუბრებოდა მათაც, ხსნიდა, რომ უსაფრთხოება არ მოდის მეორე მხარის ჩაგვრიდან, არამედ ურთიერთპატივისცემიდან. ის ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ქართველებისთვის საუკეთესო გარანტია იყო არა ძალის გამოყენება, არამედ სამართლიანი და ინკლუზიური სახელმწიფოს შექმნა, სადაც ყველა ერი იგრძნობდა თავს სახლში. ამ შეხვედრებიდან მერაბი აგროვებდა ინფორმაციას, იდეებს, ხედვებს. ის წერდა დეტალურ ანალიზებს, სადაც აღწერდა სიტუაციის სირთულეს, მაგრამ ასევე შესაძლო გადაწყვეტილებებს. მისი წინადადებები იყო კონკრეტული, შექმნათ ორენოვანი განათლების სისტემა. დაიცვან აფხაზური კულტურული ძეგლები, მიეცეს აფხაზებს რეალური წარმომადგენლობა ხელისუფლებაში, შეიქმნას ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც დაეხმარება ორივე თემს. ეს არ იყო უტოპიური ოცნებები, ეს იყო პრაქტიკული გეგმა, რომელიც ეფუძნებოდა რეალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. მაგრამ ვინ იყო მზად მოესმინა ამ გეგმას, როდესაც პოლიტიკური რიტორიკა ყოველდღე ხდებოდა უფრო რადიკალური და კომპრომისი აღიქმებოდა როგორც სისუსტე? 1991 წლის ივნისში მერაბ კოსტავამ დაწერა წერილი, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერებისთვის. ეს წერილი იყო 15 გვერდზე მეტი ხელნაწერი ტექსტის, სადაც ის დეტალურად აწერდა თავის ხედვას აფხაზეთის მომავლის შესახებ. წერილი იწყებოდა პირდაპირი მიმართვით. მერაბი წერდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა იქნება ცარიელი სიტყვა, თუ ის არ იქნება დაფუძნებული სამართლიანობაზე და ყველა ერის უფლებების დაცვაზე. ის აფრთხილებდა, რომ აფხაზეთის საკითხის იგნორირება ან ძალის გამოყენება იქნებოდა ისტორიული შეცდომა, რომელიც დაუჯდებოდა საქართველოს 10 წლეულების განმავლობაში. წერილში მერაბი აწერდა კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადადგმულიყო. პირველი, შექმნათ სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლიდა აფხაზეთის ისტორიას, დემოგრაფიას და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მეორე, დაიწყო ღია დიალოგი აფხაზ ლიდერებთან, არა როგორც მოწინააღმდეგეებთან, არამედ როგორც პარტნიორებთან საერთო მომავლის აშენებაში.
მესამე, შეიმუშაონ კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფდა აფხაზეთის რეალურ ავტონომიას, მაგრამ ასევე შეინარჩუნებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მეოთხე, შექმნათ ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც დაეხმარება აფხაზეთის განვითარებას და გააუმჯობესებს ცხოვრების დონეს ყველა მოსახლისთვის. მერაბი წერდა, რომ ეს ნაბიჯები მოითხოვდა დროს, მოთმინებას და პოლიტიკურ ნებას. ის აღიარებდა, რომ ეს არ იყო მარტივი გზა, ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა გამოეყენებინათ ძალა, ან უბრალოდ უგულებელი იყოს პრობლემა. მაგრამ ის აფრთხილებდა, რომ ასეთი მიდგომა მხოლოდ გაამწვავებდა კონფლიქტს და საბოლოოდ მიგვიყვანდა ტრაგედიამდე. მერაბის სიტყვებში იყო სიმწარე, ის იცოდა, რომ მისი ხმა იყო უმცირესობაში, რომ უმრავლესობა ირჩევდა სხვა გზას. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ ისტორია ხშირად ამართლებს იმათ, ვინც გაბედა ეთქვა სიმართლე, მაშინაც კი, როდესაც ეს სიმართლე არ იყო პოპულარული. წერილის ბოლოს მერაბი წერდა პირად მიმართვას. ის წერდა, რომ მისი ცხოვრება იყო დაკავშირებული საქართველოს თავისუფლების ბრძოლასთან, მაგრამ რომ თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ დამოუკიდებლობას უცხო ძალისგან. ჭეშმარიტი თავისუფლება ნიშნავს შინაგან სამართლიანობას, პატივისცემას ყველა ადამიანის მიმართ, უნარს ვიცხოვროთ ერთად განსხვავებებით. ის წერდა, რომ აფხაზეთის საკითხი იყო ტესტი საქართველოსთვის, ტესტი იმისა, თუ რა სახის ქვეყანა გინდა ააშენო. ქვეყანა, რომელიც ეფუძნება ძალას და დომინაციას, თუ ქვეყანა, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას და ჰუმანურობას. მერაბმა დაასრულა წერილი სიტყვებით, რომლებიც მოგვიანებით გახდებოდა ცნობილი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა აფხაზებთან, რადგან ჩვენი მომავალი არის საერთო. ეს წერილი მერაბმა გადასცა თავის ახლო თანამებრძოლს, რომელმაც უნდა მიეტანა იგი თბილისში, ეროვნული მოძრაობის ლიდერებისთვის. მაგრამ წერილი არასდროს არ მივიდა მათამდე. რა მოხდა გზაში? ვინ შეაჩერა ეს დოკუმენტი? იყო ეს უბრალო შემთხვევა, თუ ვინმე სურდა, რომ ეს სიტყვები არ მოესმინათ იმათ, ვისაც შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება? და რა იქნებოდა, თუ ეს წერილი მაშინვე წაიკითხათ საქართველოს ლიდერებს, შეიცვლებოდა თუ არა ისტორია? 1991 წლის ოქტომბერში მერაბ კოსტავა მოგზაურობდა ზუგდიდიდან თბილისისკენ. ის ბრუნდებოდა შეხვედრიდან, სადაც კვლავ ცდილობდა დაერწმუნებინა ადამიანები, რომ დიალოგი იყო ერთადერთი გზა მშვიდობისკენ. მისი მანქანა მოძრაობდა მთის გზაზე, რომელიც იყო ცნობილი თავისი საშიშროებით. მერაბი იჯდა უკანა სავარძელზე, ფიქრობდა იმ საუბრებზე, რომლებიც ჰქონდა ჩატარებული. ის იცოდა, რომ დრო იწურებოდა, რომ სიტუაცია აფხაზეთში ყოველდღე ხდებოდა უფრო დაძაბული. მას სურდა დაეჩქარებინა პროცესი, მოეძებნა გზა, რომ მისი ხმა მოესმინათ იმათ, ვისაც ჰქონდათ ძალა გადაწყვეტილების მისაღებად. გზაზე მერაბი საუბრობდა მძღოლთან და თანამგზავრებთან. ის უზიარებდა მათ თავის იდეებს, ხსნიდა, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ საქართველო არ გაემეორებინა იმ შეცდომები, რომლებიც ჩადენილი იყო საბჭოთა კავშირში. მერაბი საუბრობდა იმაზე, რომ ეროვნული სახელმწიფო არ უნდა იყოს დაფუძნებული ერთი ერის დომინაციაზე, არამედ ყველა ერის თანასწორობაზე. ის იყო ოპტიმისტი, მიუხედავად ყველა სირთულისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეები ხშირად არ იყო მისაღები, ის რწმენა არ კარგავდა. მერაბი მჯეროდა, რომ ადამიანები საბოლოოდ აირჩევდნენ სიბრძნეს ძალადობის ნაცვლად, რომ საქართველოს ჰქონდა შანსი გამხდარიყო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ხალხმა იცხოვროს ერთად მშვიდობიანად და პატივისცემით. მაგრამ ბედმა განსხვავებულად განსაჯა. გზაზე მოხდა ავარია, რომელმაც წაართვა ცხოვრება მერაბ კოსტავას. ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხედვა საქართველოს მშვიდობიანი მომავლის შესახებ, ის ადამიანი, რომელიც ცდილობდა აეშენებინა ხიდები ხალხებს შორის აღარ იყო. მისი სიკვდილი იყო ტრაგედია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. რადგან მერაბთან ერთად დაიკარგა ხმა, რომელიც შეეძლო შეეცვალა ისტორიის მიმართულება. დაიკარგა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მორალური ავტორიტეტი და ხედვა, რომ დაერწმუნებინა სხვების სიბრძნის გზაზე. მერაბის სიკვდილის შემდეგ საქართველოში ბევრი ადამიანი გლოვობდა. ათასობით ადამიანი მივიდა მის დასაფლავებაზე, რომ პატივი მიეგოთ ადამიანისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. მაგრამ იმ დღეებში ცრემლებსა და გლოვაში ცოტა მიფიქრა იმაზე, რომ მერაბის სიკვდილი ნიშნავდა არა მხოლოდ ერთი ადამიანის დაკარგვას, არამედ შანსის დაკარგვას, შანსს, რომ საქართველო აეშენებინა მომავალი, რომელიც არ იქნებოდა დაფუძნებული ძალადობასა და კონფლიქტზე. რამდენმა იცოდა იმ დღეებში, რომ მერაბის წერილი, რომელიც შეიცავდა გეგმას აფხაზეთთან მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის, არასდროს არ მივიდა იმათამდე, ვისთვისაც იყო განკუთვნილი. რამდენმა გაიაზრა, რომ ამ წერილის დაკარგვა იყო დაკარგვა იმ შანსისა, რომ თავიდან აეცილებინათ ტრაგედია, რომელიც მოვიდოდა.
1992 წელს, ერთი წლის შემდეგ მერაბის გარდაცვალებიდან, სიტუაცია აფხაზეთში გაუარესდა. დაძაბულობა, რომელიც მერაბი ცდილობდა მოეხსნა დიალოგით, იზრდებოდა ყოველ დღე. პოლიტიკური რიტორიკა ორივე მხრიდან ხდებოდა უფრო რადიკალური. ნდობა ერთმანეთის მიმართ კარგავდა ადგილს. ქართველები და აფხაზები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად, იწყებდნენ ერთმანეთის დანახვას როგორც მოწინააღმდეგეები. ის პროცესი, რომლის შესახებაც მერაბი აფრთხილებდა, უკვე მიმდინარეობდა, პოლარიზაცია, რომელიც აქცევდა მეზობლებს მტრებად. საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მერაბის იდეებს არ იზიარებდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ძალით, რომ ავტონომია იყოს სისუსტის ნიშანი, რომ საქართველოს უნდა დაემკვიდრებინა თავისი ძალა მთელ ტერიტორიაზე. ეს პოზიცია იყო პოპულარული ბევრ ადამიანში, რომლებიც ხედავდნენ აფხაზეთს როგორც განუყოფელ ნაწილს საქართველოსა და რომლებსაც არ სურდათ კომპრომისი. მაგრამ ეს პოზიცია იგნორირებდა რეალობას იმისა, რომ აფხაზები არ იყვნენ მზად მიიღონ ასეთი მიდგომა. რომ ძალის გამოყენება მხოლოდ გაამწვავებდა კონფლიქტს. 1992 წელს დაიწყო ომი აფხაზეთში. ის ომი, რომლის თავიდან აცილების შესახებაც მერაბ კოსტავა წერდა და საუბრობდა. ომი, რომელმაც მოიტანა ათასობით ადამიანის სიკვდილი, ასობით ათასი ლტოლვილი, განადგურებული ქალაქები და სოფლები. ომი, რომელმაც დაშორა ხალხები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. ომი, რომელმაც დატოვა ჭრილობები, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეხორცებულა. და როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა, ბევრი ადამიანი იხსენებდა მერაბ კოსტავას სიტყვებს, მის გაფრთხილებებს, მის ხედვას. ისინი ფიქრობდნენ, რა იქნებოდა, თუ მერაბი ცოცხალი იყო. შეეძლო თუ არა მას შეეცვალა ისტორიის მიმართულება. ომის შემდეგ, როდესაც საქართველო ითვლიდა თავის დანაკარგებს, ბევრი ადამიანი იწყებდა გააზრებას იმისა, რომ მერაბი მართალი იყო. რომ დიალოგი და კომპრომისი არ იყო სისუსტე, არამედ სიბრძნე. რომ ძალის გამოყენება არ იყო გამოსავალი. არამედ გზა კატასტროფისკენ. მაგრამ ეს გააზრება მოვიდა ძალიან გვიან, მოვიდა მაშინ, როდესაც უკვე დაიღვარა სისხლი, როდესაც უკვე განადგურდა ცხოვრებები, როდესაც უკვე დაიკარგა ნდობა. მერაბის წერილი, რომელიც იპოვეს არქივში 10 წლეულების შემდეგ, იკითხებოდა როგორც დოკუმენტი დაკარგული შანსის შესახებ. როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ისტორიას შეეძლო სხვაგვარად განვითარება, თუ ადამიანები მზად იქნებოდნენ მოესმინათ ხმას, რომელიც საუბრობდა სიბრძნეზე და ჰუმანურობაზე. დღეს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ცდილობს იპოვოს გზა აფხაზეთთან, როდესაც კონფლიქტი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, მერაბ კოსტავას სიტყვები რჩება აქტუალური. მისი ხედვა იმისა, რომ მშვიდობა მოითხოვს დიალოგს, პატივისცემას და სამართლიანობას, ჯერ კიდევ არის ის გზა, რომელიც შეიძლება მიგვიყვანოს გადაწყვეტამდე. მაგრამ ვის მეს ამ ხმას დღეს? ვინ არის მზად გადადგას ის ნაბიჯები, რომლებზეც მერაბი საუბრობდა? და რამდენი დრო უნდა გავიდეს? სანამ ჩვენ ვისწავლით იმ გაკვეთილს, რომელიც მერაბ კოსტავა ცდილობდა ასწავლოს, რომ ჭეშმარიტი ძალა მოდის არა იარაღიდან, არამედ სიბრძნიდან, ჰუმანურობიდან და უნარიდან ვიცხოვროთ ერთად, 1989 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო არქივის თანამშრომლები იწყებდნენ საბჭოთა პერიოდის დოკუმენტების სისტემატიზაციას, ისინი აღმოაჩენდნენ უცნაურ ფაქტს, მერაბ კოსტავასთან დაკავშირებული მრავალი დოკუმენტი იყო ან განადგურებული, ან უკვალოდ დაკარგული. კგბ-ს საიდუმლო ფაილები, რომლებიც ინახავდა ინფორმაციას მის საქმიანობაზე, მის კონტაქტებზე, მის იდეებზე, იყო არასრული. გვერდები იყო ამოგლეჯილი, ზოგიერთი დოკუმენტი იყო შავად გადახატული, ზოგი კი უბრალოდ აკლდა. რატომ? რა შეიცავდა ეს დოკუმენტები, რომ ვინმე სურდა მათი განადგურება? და ვინ იყო ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ინფორმაცია არასდროს უნდა გახდომოდა საჯარო? ერთ-ერთი არქივისტი, რომელიც მუშაობდა ამ მასალებზე, იხსენებდა, რომ იპოვა ფურცელი, სადაც იყო ჩამოთვლილი მერაბის შეხვედრების სია 1991 წლის პირველ ნახევარში. სიაში იყო სახელები, აფხაზი ინტელექტუალები, კულტურის მოღვაწეები, პოლიტიკური აქტივისტები. ზოგიერთი ამ სახელთაგანი იყო ცნობილი, ზოგი კი არა. მაგრამ რაც ყველაზე საინტერესო იყო, ამ სიის გვერდით იყო შენიშვნა, რომელიც წერდა, რომ ეს შეხვედრები იყო მონიტორინგის ქვეშ, მაგრამ არ უნდა ჩარეულიყვნენ. ვინ მისცა ეს ბრძანება? რატომ არ ჩაერია კგბ, როდესაც ისინი ყოველთვის ერეოდნენ დისიდენტების საქმიანობაში? იყო თუ არა ვინმე, ვინც იცავდა მერაბს, ან პირიქით, ვინც უბრალოდ აკვირდებოდა, რომ მოეგროვებინა ინფორმაცია უფრო დიდი ოპერაციისთვის. კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც იპოვეს, იყო ანგარიში მერაბის ბოლო მოგზაურობის შესახებ.
ანგარიში იყო დაწერილი კგბ-ს ოფიცრის მიერ, რომელიც აკვირდებოდა მერაბის მოძრაობას. ანგარიშში იყო დეტალები, სად შეჩერდა მერაბი, ვისთან ესაუბრა, რა თქვა. მაგრამ ანგარიში მთავრდებოდა უცნაურად, ბოლო ჩანაწერი იყო გაკეთებული იმ დღის დილას, როდესაც მერაბი დაიწყო მოგზაურობა თბილისისკენ. შემდეგ, არაფერი. არანაირი ჩანაწერი ავარიის შესახებ, არანაირი ანალიზი იმისა, რა მოხდა. უბრალოდ ცარიელი გვერდები. რატომ შეწყდა მონიტორინგი სწორედ იმ დღეს? იყო თუ არა ეს უბრალო შემთხვევა, თუ ვინმე სურდა, რომ არ დარჩენილიყო არანაირი კვალი იმისა, რაც მოხდა იმ გზაზე. არქივებში ასევე იპოვეს წერილები, რომლებიც მერაბს მიუღია სხვადასხვა ადამიანებისგან. ზოგიერთი ამ წერილთაგანი იყო მხარდაჭერის წერილები. ადამიანები წერდნენ მას, რომ იზიარებდნენ მის იდეებს, რომ ეთანხმებოდნენ მის ხედვას აფხაზეთის შესახებ. მაგრამ იყო სხვა წერილები, რომლებიც აფრთხილებდნენ მას. ანონიმური წერილები, რომლებიც წერდნენ, რომ მერაბი საფრთხეში იყო, რომ მისი პოზიცია არ მოსწონდა ძალიან ძლიერ ადამიანებს. რომ მან უნდა შეეწყვიტა თავისი საქმიანობა. ერთ-ერთ ასეთ წერილში იყო წერილი, რომელიც წერდა, შენ ცდილობ შეაჩერო ის, რაც უკვე დაიწყო, მაგრამ ძალები, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის გასავოებლად, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე შენ ფიქრობ. ვინ იყო ეს ძალები? ვინ იყო დაინტერესებული იმით, რომ აფხაზეთში გაჩენილიყო კონფლიქტი? 1200-იან წლებში, როდესაც ისტორიკოსები იწყებდნენ უფრო ღრმა კვლევას საბჭოთა კავშირის დაშლისა და პოსტსაბჭოთა კონფლიქტების შესახებ, ისინი აღმოაჩენდნენ საინტერესო ფაქტებს. რუსეთის არქივებში, რომლებიც ნაწილობრივ გახდა ხელმისაწვდომი, იყო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ მოსკოვი აქტიურად მუშაობდა ეთნიკური დაძაბულობის გაღვივებაზე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში. ეს იყო სტრატეგია, შექმნა კონფლიქტები, რომლებიც შეაჩერებდნენ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის პროცესს, ან მაინც გახდიდნენ მათ დამოუკიდებულს მოსკოვზე. აფხაზეთი იყო ერთ-ერთი ამ რეგიონთაგანი. დოკუმენტები აჩვენებდნენ, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ ორივე მხარეზე, ქართველებსა და აფხაზებს შორის, რომ გაეღვივებინათ უნდობლობა და შიში. მერაბ კოსტავა თავისი ხედვით და თავისი მცდელობით დაემყარებინა დიალოგი, იყო დაბრკოლება ამ გეგმებისთვის. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მორალური ავტორიტეტი და რომელსაც შეეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ კონფლიქტი არ იყო გარდაუვალი. მისი სიკვდილი, რომელიც ოფიციალურად იყო ავარია, ტოვებდა ბევრ კითხვას. იყო თუ არა ეს მართლაც უბრალო ავარია? ან იყო ეს რაღაც სხვა? არქივებში არ იყო პასუხები ამ კითხვებზე, იყო მხოლოდ ცარიელი ადგილები, განადგურებული დოკუმენტები და დაკარგული ფაილები. და ეს ცარიელი ადგილები თავისთავად იყო პასუხი იმაზე, რომ იყო რაღაც, რაც ვინმე სურდა დამალული დარჩენილიყო. 1982 წლიდან 1200-იან წლებამდე საქართველოში მერაბ კოსტავას სახელი იყო ცნობილი, მაგრამ მისი იდეები არა. ის იხსენებოდა როგორც დისიდენტი. როგორც ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ მისი ხედვა აფხაზეთის შესახებ, მისი მცდელობა აეშენებინა ხიდები ხალხებს შორის, მისი გაფრთხილებები კონფლიქტის შესახებ, ეს ყველაფერი რჩებოდა ჩრდილში. რატომ? რადგან ეს იდეები იყო არაკომფორტული. ისინი აფრთხილებდნენ იმ შეცდომების შესახებ, რომლებიც უკვე იყო ჩადენილი. ისინი აჩვენებდნენ, რომ იყო სხვა გზა, რომელიც არ აირჩიეს. და ამ გზის შესახებ საუბარი ნიშნავდა აღიარებას იმისა, რომ დაკარგეს შანსი. მერაბის ოჯახი და ახლო მეგობრები ინახავდნენ მის მემკვიდრეობას. ისინი ინახავდნენ მის წერილებს, მის ჩანაწერებს, მის იდეებს. ისინი ცდილობდნენ გაევრცელებინათ ეს მასალები, რომ ადამიანებმა გაეგოთ რა ხედვა ჰქონდა მერაბს. მაგრამ ეს იყო რთული, პოლიტიკური კლიმატი არ იყო ხელსაყრელი ასეთი დისკუსიებისთვის. ომის შემდეგ, როდესაც საქართველო იყო ტრავმირებული და გაბრაზებული. საუბარი დიალოგზე და კომპრომისზე აღიქმებოდა როგორც ღალატი. ადამიანები არ იყვნენ მზად მოესმინათ იმ იდეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა მათ ემოციებს და მათ ტკივილს. მაგრამ დრო გადიოდა და ნელ-ნელა იწყებოდა გააზრება. ახალი თაობა, რომელიც არ იყო პირდაპირ ჩართული ომში, იწყებდა კითხვების დასმას. ისინი კითხულობდნენ მერაბის წერილებს, ისმენდნენ მის სიტყვებს და ხედავდნენ, რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხედვა. ისტორიკოსები იწყებდნენ კვლევას იმის შესახებ, თუ რა იყო მერაბის როლი ეროვნულ მოძრაობაში და რა იყო მისი პოზიცია აფხაზეთის საკითხზე. ისინი აღმოაჩენდნენ, რომ მერაბი არ იყო მხოლოდ დისიდენტი, ის იყო მოაზროვნე, რომელსაც ჰქონდა ღრმა გააზრება იმისა, თუ რა იყო საჭირო საქართველოსთვის, რომ აეშენებინა მდგრადი და სამართლიანი სახელმწიფო.
1020 წელს თბილისის უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია მერაბ კოსტავას მემკვიდრეობის შესახებ. კონფერენციაზე მოვიდნენ ისტორიკოსები, პოლიტოლოგები, სოციოლოგები, აქტივისტები. ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ რა იყო მერაბის იდეები და რამდენად აქტუალური იყო ისინი დღეს. ერთ-ერთი მომხსენებელი ახალგაზრდა ისტორიკოსი წარმოადგინა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო მერაბის გეგმას შეეცვალა ისტორიის მიმართულება, თუ ის განხორციელდებოდა. მან აჩვენა, რომ მერაბის წინადადებები, ავტონომია, კულტურული უფლებების დაცვა, ეკონომიკური განვითარება იყო რეალისტური და შესაძლებელი. მან ასევე აჩვენა, რომ ეს წინადადებები არ იყო უნიკალური, მსგავსი მიდგომები იყო გამოყენებული სხვა ქვეყნებში, სადაც წარმატებით გადაწყდა ეთნიკური კონფლიქტები. კონფერენციის შემდეგ დაიწყო დისკუსია საზოგადოებაში. ადამიანები იწყებდნენ საუბარს იმაზე, რომ შეიძლება მერაბი მართალი იყო, რომ შეიძლება დიალოგი და კომპრომისი იყო უკეთესი გზა ვიდრე ძალა, რომ შეიძლება ჯერ კიდევ არ არის გვიანი იმისთვის, რომ ვისწავლოთ მისი გაკვეთილები. მაგრამ ეს დისკუსია არ იყო მარტივი, ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ატარებდა ტრავმას ომიდან, ბევრს ჯერ კიდევ ჰქონდა ბრაზი და ტკივილი. მათთვის საუბარი დიალოგზე ნიშნავდა უბულებელყოფას მათი ტანჯვისა. და ეს იყო გასაგები, როგორ შეიძლება საუბარი კომპრომისზე, როდესაც დაკარგეს სახლი, ოჯახი, მომავალი. მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, სწორედ იმიტომ, რომ დავკარგეთ ასე ბევრი, უნდა ვისწავლოთ მერაბის გაკვეთილები. რომ არ გავიმეოროთ იგივე შეცდომები. რომ ვიპოვოთ გზა, რომელიც არ მოიტანს ახალ ტანჯვას. ეს ადამიანები იწყებდნენ ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც მუშაობდნენ მშვიდობის აშენებაზე, დიალოგის ხელშეწყობაზე, ურთიერთგაგების გაღრმავებაზე. ისინი იყენებდნენ მერაბის იდეებს, როგორც საფუძველს თავიანთი მუშაობისთვის. ისინი ამბობდნენ, მერაბი ვერ დაასრულა თავისი მისია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ის, რაც მან დაიწყო. დღეს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ეძებს გზას აფხაზეთთან, მერაბ კოსტავას მემკვიდრეობა იძლევა მნიშვნელოვან გაკვეთილებს. პირველი გაკვეთილი არის ის, რომ კონფლიქტები არ არის გარდაუვალი. ისინი არის შედეგი გადაწყვეტილებებისა, პოლიტიკისა და არჩევანებისა. თუ ადამიანები აირჩევენ დიალოგს ძალის ნაცვლად, თუ ისინი აირჩევენ გაგებას უგულებელყოფის ნაცვლად, კონფლიქტები შეიძლება თავიდან იქნას აცილებული. მერაბი ცდილობდა აჩვენოს ეს გზა, მაგრამ მისი ხმა არ მოისმინეს. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ამ შეცდომიდან და ავირჩიოთ სხვა გზა. მეორე გაკვეთილი არის ის, რომ ჭეშმარიტი ძალა მოდის არა იარაღიდან, არამედ მორალური ავტორიტეტიდან. მერაბ კოსტავას არ ჰქონდა არმია, არ ჰქონდა ფული, არ ჰქონდა პოლიტიკური ძალა. მაგრამ მას ჰქონდა რაღაც უფრო ძლიერი, ჰქონდა პრინციპები, ჰქონდა ხედვა, ჰქონდა სიმამაცე და ეცვა ის, რაც მართალი იყო, მაშინაც კი, როდესაც ეს არ იყო პოპულარული. ეს მორალური ძალა არის ის, რაც ქმნის ნამდვილ ლიდერებს, არა ადამიანები, რომლებიც ეძებენ ძალას, არამედ ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან სიმართლეს. მესამე გაკვეთილი არის ის, რომ დიალოგი მოითხოვს მოსმენას. მერაბი არ ცდილობდა დაეკარგა თავისი პოზიცია, მაგრამ ის ყოველთვის იყო მზად მოესმინა სხვების აზრი. ის ხვდებოდა აფხაზებს, ისმენდა მათ შიშებს და მოლოდინებს, ცდილობდა გაეგო მათი პერსპექტივა. ეს არ ნიშნავდა, რომ ის ეთანხმებოდა ყველაფერს, რასაც ისინი ამბობდნენ. მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ ის აღიარებდა მათ უფლებას ჰქონოდათ თავიანთი ხმა. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დიალოგზე, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ეს გაკვეთილი. დიალოგი არ არის მონოლოგი, ეს არის ორმხრივი პროცესი, რომელიც მოითხოვს პატივისცემას და მოსმენას. მეოთხე გაკვეთილი არის ის, რომ მომავალი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წარსული. მერაბი არ უგულებელყოფდა ისტორიას, ის იცოდა, რომ ისტორია იყო მნიშვნელოვანი ნაწილი იდენტობისა. მაგრამ ის ასევე იცოდა, რომ თუ ადამიანები იქნებიან მხოლოდ წარსულზე ფოკუსირებულნი, ისინი ვერ ააშენებენ მომავალს. ის ცდილობდა ადამიანებს დაენახებინათ, რომ მათ შეეძლოთ შექმნათ ახალი ისტორია, რომელიც იქნებოდა დაფუძნებული თანამშრომლობაზე და ურთიერთპატივისცემაზე. დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აფხაზეთზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ იმაზე, რა მოხდა წარსულში, არამედ იმაზეც, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. მეხუთე გაკვეთილი არის ის, რომ ცვლილება მოითხოვს დროს და მოთმინებას. მერაბი იცოდა, რომ მისი იდეები არ განხორციელდებოდა ერთ დღეში. ის იცოდა, რომ ადამიანებს დასჭირდებოდათ დრო, რომ მიეღოთ ახალი მიდგომები, რომ შეეცვალათ მათი დამოკიდებულება. მაგრამ ის არ კარგავდა იმედს. ის აგრძელებდა მუშაობას, აგრძელებდა საუბარს, აგრძელებდა ცდას.
დღეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა აფხაზეთთან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს გაკვეთილი, ცვლილება არ მოხდება სწრაფად, მაგრამ თუ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, თუ ჩვენ არ დავკარგავთ იმედს, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ შედეგს. მერაბ კოსტავას ცხოვრება დასრულდა 1991 წელს, მაგრამ მისი მისია არ დასრულებულა. მისი იდეები, მისი ხედვა, მისი გაფრთხილებები რჩება აქტუალური დღესაც. საქართველო ჯერ კიდევ ეძებს გზას აფხაზეთთან, ჯერ კიდევ ცდილობს იპოვოს გადაწყვეტა კონფლიქტისთვის, რომელიც გრძელდება უკვე 30 წელზე მეტი ხანი. და ამ ძიებაში მერაბის სიტყვები შეიძლება იყოს გზამკვლევი იმისთვის, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ უნდა ავაშენოთ მომავალი. დღეს ახალი თაობა საქართველოში იზრდება, თაობა, რომელიც არ იცნობს საბჭოთა კავშირს, რომელიც არ იცნობს იმ დროს, როდესაც მერაბი ცოცხალი იყო. მაგრამ ეს თაობა იცნობს კონფლიქტის შედეგებს, იცნობს ლტოლვილებს, იცნობს დაკარგულ ტერიტორიებს, იცნობს ტკივილს და ტრავმას. ამ თაობას აქვს არჩევანი, გააგრძელოს იგივე გზა, რომელიც მიგვიყვანა კონფლიქტამდე, თუ აირჩიოს ახალი გზა, რომელზეც საუბრობდა მერაბ კოსტავა. ეს არჩევანი არ არის მარტივი, ის მოითხოვს სიმამაცეს, მოითხოვს სიბრძნეს, მოითხოვს უნარს ვიფიქროთ არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალზეც. მერაბის მემკვიდრეობა არის მოწოდება იმისთვის, რომ ვიყოთ უკეთესები, ვიყოთ უფრო ჰუმანურები, ვიყოთ უფრო სიბრძნით აღჭურვილები. ის არის მოწოდება იმისთვის, რომ არ გავიმეოროთ შეცდომები წარსულისა, არამედ ვისწავლოთ მათგან. ის არის მოწოდება იმისთვის, რომ ვიპოვოთ გზა აფხაზებთან, არა იმიტომ, რომ ეს არის ადვილი, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სწორი. და ეს მოწოდება რჩება აქტუალური დღესაც, როგორც იყო აქტუალური 30 წლის წინ, როდესაც მერაბი წერდა თავის წერილს, რომელიც არასდროს არ მივიდა იმათამდე, ვისთვისაც იყო განკუთვნილი. დღეს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მერაბის სიტყვებს, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტს, არამედ გზავნილს მომავლისთვის. გზავნილს, რომელიც ამბობს, მშვიდობა შესაძლებელია. მაგრამ ის მოითხოვს მუშაობას. დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ ის მოითხოვს მოსმენას. თანაცხოვრება შესაძლებელია, მაგრამ ის მოითხოვს პატივისცემას. და ყველაფერი ეს იწყება არჩევანით იმისა, რომ ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვიყავით, რომ ვაშენოთ მომავალი, რომელიც არ იქნება დაფუძნებული ძალადობაზე და მტრობაზე, არამედ სამართლიანობაზე და ჰუმანურობაზე. მერაბ კოსტავას მისია არ დასრულებულა, ის გრძელდება ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმე აირჩევს დიალოგს კონფლიქტის ნაცვლად, როდესაც ვინმე აირჩევს გაგებას უგულებელყოფის ნაცვლად, როდესაც ვინმე აირჩევს მშვიდობას ომის ნაცვლად. და ეს არჩევანი არის ჩვენი, თითოეული ჩვენგანის, ვინც ცხოვრობს დღეს და ვინც აშენებს მომავალს. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ გზა, რომელზეც საუბრობდა მერაბი, ან შეგვიძლია გავაგრძელოთ გზა, რომელმაც მოგვიყვანა კონფლიქტამდე. ეს არჩევანი განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენს მომავალს, არამედ ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალსაც. და ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს ახლა, დღეს, ამ მომენტში, რადგან ისტორია არ ელოდება და შანსები არ რჩება სამუდამოდ. 2021 წელს, როდესაც ჟურნალისტმა დაიწყო ინტერვიუების ჩაწერა მერაბ კოსტავას ყოფილ თანამებრძოლებთან, ერთ-ერთმა მათგანმა გაიხსენა საუბარი, რომელიც ჰქონდა მერაბთან 1991 წლის ზაფხულში. ისინი იჯდნენ პატარა კაფეში თბილისის ძველ ქალაქში და მერაბი საუბრობდა იმაზე, რომ ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის იყო არა გარე მტერი, არამედ შიდა დაყოფა. ის ამბობდა, რომ თუ ქართველები, აფხაზები, ოსები და სხვა ხალხები ვერ იპოვიდნენ საერთო ენას, მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობა იქნებოდა ცარიელი ფორმა, რომელიც შიგნიდან იქნებოდა გაპარული. მერაბი ამბობდა, რომ ის ხედავდა, როგორ მუშაობდნენ ძალები, რომლებსაც სურდათ ამ დაყოფის გაღრმავება, და რომ ეს ძალები იყვნენ ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ბევრი ფიქრობდა. იმ საუბრის დროს მერაბმა ასევე ახსენა ერთი შეხვედრა, რომელიც ჰქონდა აფხაზ მწერალთან. ეს მწერალი, რომელიც იყო ცნობილი თავისი ნაწარმოებებით აფხაზური კულტურის შესახებ, უამბობდა მერაბს, რომ აფხაზები გრძნობდნენ თავს დაკარგულად საკუთარ მიწაზე. ის საუბრობდა იმაზე, რომ აფხაზური ენა ნელ-ნელა კარგავდა პოზიციებს, რომ აფხაზური სკოლები იხურებოდნენ, რომ აფხაზური კულტურული ძეგლები არ იყო დაცული. მერაბი უსმენდა ყურადღებით და ეკითხებოდა, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს. მწერალი პასუხობდა, რომ საჭირო იყო არა მხოლოდ სიტყვები, არამედ კონკრეტული ქმედებები, კანონები, რომლებიც დაიცავდნენ აფხაზურ ენას, პროგრამები, რომლებიც დაეხმარებოდნენ აფხაზური კულტურის შენარჩუნებას, ინვესტიციები აფხაზეთის განვითარებაში. მერაბმა ჩაიწერა ყველაფერი, რაც მოისმინა. ის აგროვებდა ინფორმაციას, აგროვებდა იდეებს, აგროვებდა ხედვებს. მისი ჩანაწერები იყო სავსე დეტალებით, კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული ნაბიჯებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით.
ის არ საუბრობდა აბსტრაქტულ იდეებზე, ის საუბრობდა პრაქტიკულ გეგმებზე, რომლებიც შეიძლებოდა განხორციელებულიყო. მაგრამ ეს ჩანაწერები, ისევე როგორც მისი წერილები, არასდროს არ მივიდა იმ ადამიანებამდე, რომლებსაც შეეძლოთ მათი განხორციელება. ისინი დარჩა ქაღალდებზე, დარჩა არქივებში, დარჩა დავიწყებულ ყუთებში. და ამ დავიწყებასთან ერთად დაიკარგა შანსი, რომ ეს იდეები გამხდარიყო რეალობა. 1022 წელს, როდესაც ისტორიკოსები აანალიზებდნენ მერაბის ჩანაწერებს, ისინი აღმოაჩენდნენ საინტერესო დეტალს. მერაბი არ საუბრობდა მხოლოდ აფხაზეთზე, ის საუბრობდა ფართო ხედვაზე იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქართველო. ის წერდა იმაზე, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ქვეყანა, სადაც ყველა ერი გრძნობდა თავს სახლში, სადაც ყველა კულტურა იყო დაცული, სადაც ყველა ენა იყო პატივსაცემი. ის წერდა იმაზე, რომ ეს არ იყო უტოპია, ეს იყო რეალური შესაძლებლობა. თუ ადამიანები აირჩევდნენ სწორ გზას. მერაბი მოჰყავდა მაგალითები სხვა ქვეყნებიდან, შვეიცარია, სადაც 4 ენა იყო ოფიციალური, კანადა, სადაც 2 კულტურა ცხოვრობდა ერთად, ბელგია, სადაც სხვადასხვა რეგიონები ჰქონდათ ავტონომია. ეს მაგალითები აჩვენებდა, რომ მრავალეთნიკური სახელმწიფო შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული, თუ იყო პოლიტიკური ნება და სწორი ინსტიტუტები. მაგრამ ამ იდეებს არ ჰქონდა შანსი განხორციელებისა. რადგან მერაბის ხმა დაიკარგა იმ მომენტში, როდესაც ის ყველაზე მეტად იყო საჭირო. და მისი დაკარგვის შემდეგ საქართველო წავიდა სხვა გზაზე, რომელიც მიგვიყვანდა კონფლიქტამდე, ტრაგედიამდე, დანაკარგებამდე. ეს იყო გზა, რომელზეც მერაბი აფრთხილებდა, მაგრამ რომელსაც საქართველო მაინც აირჩია. და დღეს, 30 წლის შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ამ არჩევანის შედეგებთან. ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ გზას იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო. თუ მოვისმენდით მერაბის ხმას. წარმოიდგინეთ სხვა რეალობა, სადაც მერაბ კოსტავა არ დაიღუპა 1991 წელს. წარმოიდგინეთ, რომ მისი წერილი მივიდა იმ ადამიანებამდე, ვისთვისაც იყო განკუთვნილი. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს ლიდერებმა მოისმინეს მისი სიტყვები და გადაწყვიტეს, რომ სცადონ მისი გზა. როგორ განვითარდებოდა ისტორია ამ შემთხვევაში? ეს არის კითხვა, რომელზეც ჩვენ არასდროს გვეცოდინება პასუხი, მაგრამ რომელზეც ფიქრი ღირს. იმ პარალელურ რეალობაში საქართველოს ხელისუფლება იწყებდა დიალოგს აფხაზეთთან. ისინი შექმნიდნენ სპეციალურ კომისიას, რომელიც შეისწავლიდა აფხაზეთის საჭიროებებს და შეიმუშავებდა გეგმას მათი დაკმაყოფილებისთვის. ეს გეგმა მოიცავდა რეალურ ავტონომიას აფხაზეთისთვის, ავტონომიას, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ ძალაუფლებას ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში. ეს გეგმა მოიცავდა აფხაზური ენის დაცვას, კანონებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ აფხაზური ენის გამოყენებას განათლებაში, ადმინისტრაციაში, კულტურაში. ეს გეგმა მოიცავდა ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, რომლებიც გააუმჯობესებდნენ ცხოვრების დონეს ყველა მოსახლისთვის. იმ პარალელურ რეალობაში მერაბ კოსტავა იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამ პროცესში. ის იქნებოდა ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის, ადამიანი, რომელსაც ენდობოდნენ ორივე მხარე. ის მუშაობდა დღე და ღამე, რომ დაეხმარა ამ გეგმის განხორციელებას, რომ დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ეს გზა იყო სწორი. და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს გეგმა იწყებდა მუშაობას. აფხაზები იწყებდნენ იმის გრძნობას, რომ მათი ხმა მოისმინეს, რომ მათი უფლებები დაცული იყო, რომ მათ ჰქონდათ მომავალი საქართველოში. ქართველები იწყებდნენ იმის გაგებას, რომ ეს მიდგომა არ იყო სისუსტე, არამედ ძალა, რომელიც მოდიოდა სამართლიანობიდან და ჰუმანურობიდან. იმ პარალელურ რეალობაში 1992 წელს არ დაიწყებოდა ომი. ნაცვლად ომისა იქნებოდა კონფერენცია, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმდებოდნენ ახალ კონსტიტუციურ ჩარჩოზე. ეს ჩარჩო უზრუნველყოფდა აფხაზეთის ავტონომიას, მაგრამ ასევე შეინარჩუნებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს იქნებოდა კომპრომისი, რომელიც არ დააკმაყოფილებდა სრულად არც ერთ მხარეს, მაგრამ რომელიც იქნებოდა მისაღები ორივესთვის. და ეს კომპრომისი იქნებოდა საფუძველი მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის, რომელიც გაგრძელდებოდა მომდევნო 10 წლეულებში. მაგრამ ეს არის მხოლოდ წარმოსახვა. რეალობა იყო სხვა. რეალობაში მერაბი დაიღუპა, მისი წერილი არ მივიდა, მისი იდეები არ განხორციელდა. რეალობაში საქართველო აირჩია სხვა გზა, რომელმაც მოიტანა ომი, ტრაგედია, დანაკარგები. და დღეს, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმ პარალელურ რეალობაზე, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ დაკარგულ შანსს, არამედ გაკვეთილს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რამდენად შორსმიმავალი შეიძლება იყოს ამ არჩევანის შედეგები.
2021 წელს ახალგაზრდა აქტივისტების ჯგუფმა თბილისში შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც დაარქვეს მერაბ კოსტავას სახელი. ეს ორგანიზაცია მუშაობდა მშვიდობის აშენებაზე, დიალოგის ხელშეწყობაზე, ურთიერთგაგების გაღრმავებაზე. ისინი აწყობდნენ შეხვედრებს, სადაც ქართველები და აფხაზები შეიძლებოდა ესაუბრათ ერთმანეთთან, გაეზიარებინათ თავიანთი ისტორიები, გაეგოთ ერთმანეთის პერსპექტივა. ეს შეხვედრები არ იყო ადვილი, ბევრი ადამიანი მოდიოდა ბრაზით, ტკივილით, უნდობლობით. მაგრამ ნელ-ნელა საუბრის პროცესში რაღაც იცვლებოდა. ადამიანები იწყებდნენ ერთმანეთის დანახვას არა როგორც მტრები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი ისტორიები, თავიანთი ტკივილი, თავიანთი იმედები. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ქართველი ქალი, რომელიც იყო ლტოლვილი აფხაზეთიდან, ესაუბრა აფხაზ კაცს, რომელიც ასევე დაკარგა სახლი ომის დროს. ისინი ორივე საუბრობდნენ თავიანთ დანაკარგებზე, თავიანთ ტკივილზე, თავიანთ სურვილზე დაბრუნებულიყვნენ სახლში. და რაღაც მომენტში ისინი გააცნობიერეს, რომ მათი ტკივილი იყო ერთი და იგივე, ტკივილი დაკარგული სახლისა, დაკარგული მომავლისა, დაკარგული იმედისა. ამ გააზრებამ შექმნა კავშირი მათ შორის, კავშირი, რომელიც იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ეთნიკური საზღვრები. და ამ კავშირიდან დაიბადა იმედი იმისა, რომ შეიძლება მომავალი იყოს განსხვავებული, რომ შეიძლება ისინი იპოვონ გზას ერთად ცხოვრებისკენ. ორგანიზაციის ლიდერი, ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელიც სწავლობდა კონფლიქტების გადაწყვეტას, ამბობდა, რომ მერაბ კოსტავას იდეები იყო მათი შთაგონების წყარო. ის ამბობდა, რომ მერაბი აჩვენებდა, რომ შესაძლებელი იყო პრინციპული, მაგრამ ასევე პრაგმატული, რომ შესაძლებელი იყო იდეალისტი, მაგრამ ასევე რეალისტი. ის ამბობდა, რომ მერაბის ხედვა არ იყო უტოპია, ეს იყო რეალური გეგმა, რომელიც შეიძლებოდა განხორციელებულიყო, თუ იყო პოლიტიკური ნება და საზოგადოებრივი მხარდაჭერა. და ისინი მუშაობდნენ იმაზე, რომ შექმნათ ეს მხარდაჭერა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ადამიანი-ადამიანი, საუბარი-საუბარი. მაგრამ ეს მუშაობა არ იყო ადვილი. ისინი აწყდებოდნენ წინააღმდეგობას იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ სურდათ დიალოგი, რომლებიც ამჯობინებდნენ კონფრონტაციას. ისინი აწყდებოდნენ კრიტიკას იმისთვის, რომ ისინი იყვნენ ზედმეტად რბილები, ზედმეტად იდეალისტები, ზედმეტად ნაივები. მაგრამ ისინი არ ჩერდებოდნენ. ისინი აგრძელებდნენ მუშაობას, რადგან ისინი მჯეროდათ, რომ ეს იყო სწორი გზა. ისინი მჯეროდათ, რომ მერაბ კოსტავას მემკვიდრეობა არ უნდა დარჩენილიყო მხოლოდ ისტორიაში, არამედ უნდა გამხდარიყო ცოცხალი რეალობა, რომელიც ცვლიდა ადამიანების ცხოვრებას, რომელიც აშენებდა მომავალს. დღეს, 30 წლის შემდეგ მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან, ჯერ კიდევ რჩება ბევრი უპასუხო კითხვა. რა მოხდა იმ გზაზე, როდესაც მერაბი დაიღუპა? იყო თუ არა ეს მართლაც უბრალო ავარია, თუ იყო რაღაც სხვა? ვინ იყო დაინტერესებული მერაბის დუმილით? და რა იქნებოდა, თუ ის ცოცხალი დარჩებოდა, შეეძლო თუ არა მას შეეცვალა ისტორიის მიმართულება? ეს კითხვები რჩება ღია და შესაძლოა ისინი არასდროს მიიღებენ საბოლოო პასუხს. მაგრამ ეს კითხვები თავისთავად არის მნიშვნელოვანი, ისინი გვახსენებენ, რომ ისტორია არ არის წინასწარ განსაზღვრული, რომ ადამიანების არჩევანი აქვს მნიშვნელობა, რომ ერთი ადამიანის ხმა შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. მერაბ კოსტავას ისტორია არის ისტორია დაკარგული შანსის შესახებ. მაგრამ ეს ასევე არის ისტორია იმედის შესახებ, იმედის იმისა, რომ მისი იდეები არ დაიკარგა, რომ მისი ხედვა ჯერ კიდევ შეიძლება გახდეს რეალობა. დღეს, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ეძებს გზას აფხაზეთთან, მერაბის სიტყვები შეიძლება იყოს გზამკვლევი. მისი გაფრთხილებები შეიძლება დაგვეხმაროს თავიდან ავიცილოთ ახალი შეცდომები. მისი ხედვა შეიძლება შთააგონოს ახალი თაობა, რომ აირჩიოს სხვა გზა, რომელიც არ იქნება დაფუძნებული ძალადობაზე და კონფლიქტზე, არამედ დიალოგზე და თანამშრომლობაზე. მაგრამ ეს მოითხოვს არჩევანს, რომელიც უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა. არჩევანს იმისა, რომ მოვისმინოთ მერაბის ხმა, რომელიც მოდის წარსულიდან, მაგრამ რომელიც საუბრობს მომავალზე. არჩევანს იმისა, რომ ვისწავლოთ ისტორიიდან, რომ არ გავიმეოროთ შეცდომები. არჩევანს იმისა, რომ ვიყოთ უკეთესები, ვიდრე ვიყავით, რომ ვაშენოთ მომავალი, რომელიც იქნება ღირსეული იმ მსხვერპლისა, რაც გაიღეს ჩვენმა წინამორბედებმა. ეს არჩევანი არის ჩვენი და ამ არჩევანიდან დამოკიდებულია, თუ რა იქნება საქართველოს მომავალი. მერაბ კოსტავას პროფეტება აფხაზეთის შესახებ არ იყო მხოლოდ გაფრთხილება, ეს იყო მოწოდება. მოწოდება იმისთვის, რომ ვიპოვოთ გზა აფხაზებთან, რადგან ჩვენი მომავალი არის საერთო. ეს მოწოდება რჩება აქტუალური დღესაც, როგორც იყო აქტუალური 30 წლის წინ. და ეს მოწოდება ელოდება პასუხს, რომელიც უნდა მოვიდეს არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით.
ქმედებებით, რომლებიც აჩვენებენ, რომ ჩვენ ვისწავლეთ მერაბის გაკვეთილები, რომ ჩვენ მზად ვართ ავირჩიოთ სხვა გზა, რომ ჩვენ გვიჯერა იმისა, რომ მშვიდობა შესაძლებელია. დღეს, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ მერაბის წერილს, რომელიც იპოვეს არქივში, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ ისტორიულ დოკუმენტს, არამედ ცოცხალ გზავნილს, რომელიც გვეუბნება, რომ არასდროს არ არის გვიან იმისთვის, რომ ავირჩიოთ სწორი გზა, რომ არასდროს არ არის გვიან იმისთვის, რომ დავიწყოთ დიალოგი, რომ არასდროს არ არის გვიან იმისთვის, რომ ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ. ეს გზავნილი არის მერაბ კოსტავას მემკვიდრეობა, რომელიც ელოდება იმას, რომ ჩვენ გავხდეთ მისი გამგრძელებლები, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ის მისია, რომელიც მან დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა. და ეს მისია არის ჩვენი, თითოეული ჩვენგანის, ვინც ცხოვრობს დღეს და ვინც აშენებს მომავალს საქართველოსთვის.